მშვიდობის ნახეთ როგორ თოვს მოკლედ უკვე მეორე დღეა თოვს მე მგონი ხო თუ ალბათ მეორე დღეა თუ მესამე მოკლედ არ მახსოვს მაგრამ ლამაზია შეხედეთ სახურავები რა ლამაზია ვის ჩანს თუ არა დღესაც ითოვებს, ხვალა ითოვებს და ზეგო ნისლი იქნება, მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს. მე სამსახურში ვარ. და მაგერად გზებია საზღარი, აი ასეთი. მეგობრებო, სამსახურიდან მივდივარ სახლისკენ და აი ეს თეთრი კიდე არა უშავს, ნორმალურად დავდივარ თოლში, მაგრამ აი ცოტა უკვე თოლჭყაპი რო არის, იქ всё. სრიალებს ფეხები საშინლად. ეხლაც ძალიან ვფრთხილობ, ნელა დავდივარ. არ ვიცი, აი ვერ გეტყვით. რამდენი წლის ვარ იცით ჩემმა გამომწერება აი ასეთი თოვლი სავარაუდოდ იყო ჩემ ბავშვობაში ასე ანუ აი ესე რომ ტროტუარებზე დღისით საათებში დებულიყო ეს არის იშვიათობა იმიტომ რომ დღისით ყოველთვის ასეთვისად ნებოდა და ანუ ჩვეულებრივად ახლა გამზირზე გაივლიდი რა ხო და ეხლა ნახეთ რა დღეშია ქაურობა ხალას გამოცხადებულია ხო თოვლი და მერე იქნება ის რა ქვია იმას ნისლი რა ვიცი ესე ეწერა და რამდენად გამართლდება ნახოთ მოკლედ აი ასე თოლჭყაპი შინელება სასიაულოდ ძნელია იყოს ჩვალი თოვლი რა ჯობია ხრაჭახულს მე მგონი ნელ-ნელა სამშვიდობაზე გამო ისე ნელა მოძრაობს მეგობრებო ეხლა სასოს ველაპარაკებოდი და კდებოდა სიცილით ვიდეოზე არის დაურეკე და ვაჩვენებდი ამ იმას რა მდგომარეობაში და აუ რა კარგია მეთქი რა არის შულო კარგი ვერ მოძრაობს ეს და ასე რომ აი სადაც ხალხი იმდენად არ დადით აი ამ მონაკვეთში აი მე უფრო ადამიანურად გავიარე ეხლა თან ეს უგები არ არის ეხლა ისეთი რომ ძალიან დაგისრიალდეს მაგრამ სადაც თოვლი მომედო ფეხზე და ჩამივიდა და გზნობ მარცხენა ფეხზე სისხლეს ნახეთ მეგობრებო ზღაპარში ვარ თოვლიანი ზღაპარი აი ხო კამერაზე იმდენად არ ჩანს ხო რეალობაში ეს არის რაღაც საოცრება მართლა ულამაზესია ეს ხდება ანუ ასე ვთქვათ ბარში ხო მთაში რა იქნება ხო წარმომიდგენია ნახეთ ახლა გაჩერებაზე მოვედი არ ვიცი ახლა ეს მიდის კი მიდის მაგრამ მე გამიღებ მოკლედ დაველოდები თავარია არ შემცივდეს ხოლმე ასად აღარ მეჩქარება იმიტომ მიყვარს პირველი ცულა რომ შეგიძლია მერე მე მგონი ჩემ ქოლგას რომელიც მაკამ მაჩქა თოვლი ადევს კი ნახეთ
თოვლია და ეს რომელი არა ის არ მაწყობს ეს გოფრირებული ავტობუსი შუაში რო გადაბმული ეს გოფრი მოკლედ ჩავждები ახლა მივალ სახლში ცხელ ჩაის დავლევ ცხელ წყალში ფეხებს მაინც ყოველ შემთხვევაში ჩავაწყობ იმიტომ რომ რაღაცა ისე ვაწყობ რომ შეიძლება გავცვიდე ასე ხოდა როგორ ხდება ეს განათებები მაგრამ რატო ციმციმებს არა უფრო და უფრო უმატებს თოვლი ნახეთ რა არ თან კამერაზე არ ჩანს ხოლმე როგორც წესი თოვლი გამხელა ფანტელებია კარგით მივალ სახლში და მერე გავაგრძელებ მოვედი სახლში შუქი იყო ანუ ჩართეს ხო მოგიყვებით რა მოხდა და რატო არ იყო შუქი ანუ რატო გათიშეს შუქი დენი უფრო სწორედ და მე ანუ სანამ მე მოვიდოდი გზაში დამაწია სოსომ და მირეკა და მითხრა რომ ჩართესო დენიო ხო და რა მოხდა ხო მე მოგიყვებით მაგას და ახლა ისევ გათიშეს ნახეთ რა როგორ თოვს მეგობრებო რაღაცა მე მგონი იმისი კამჩატკის ღრუბლები ჩვენთან წამოვიდა იქ ხო ერთი ამბავია ისეთი თოვლობაა და რა ვიცი ესე რომ გააგრძელოს რამოდენიმე დღე მართლა ფანჯრიდან გავალ ქუჩაში პირდაპირ ხო ველოდები ახლა დენის მოსვლას მე მანამდე წამოვწები დავისვენებ ცოტა ხანი ახლა იმაზე მაქვს რა ქვია powerbank-ზე შევაერთე მთელი დილიდან ხო სამსახურში მქონდა ტელეფონი და მალე იჭდება ჩემი მობილური და ამიტომ დაიდენოს ცოტათი და ძალიან ლამაზია მეგობრებო არ შევიდა და ხო იდეათ არ ჩანს ესე მაგრამ ძალიან მაგრა თოვს აი რასაც ქვია ბარდნის იმდენი თოვლია რომ მე მაგალითად შეიძლება ფობია მაქვს ესეთი თუმცა ძალიან თოვს ვერ ვსუნთქავ და ბავშვობიდან მაქვს ეს იმიტომ რომ სოფელში ვიყავით მთაში ერთხელ და ქარბუქში მოვხვდით და ტობა ჩამჩა ის შიშები რა იმიტომ რომ უხაერობა მქონდა ვერ ვსუნთქავდი ქარი თოვლი ერთად ტრიალებდა სულ და მახსოვს დედაჩემმა და მამაჩემმა რაღაცა მომაფარეს სახეზე პალტო თუ რაღაცა რომ ოდნავ მაინც მესუნთქა და უფრო უხაერობას ვგრძნობდი თითქოს ხო და ესეთი ამბები ესეთი თოვლი გვაქვს გვაღირსაზეც ამ თბილის ესეთი თოვლი ბარში თორემ მთაში ასე თუ ისე მაინც დებს ხოლმე რომ დავიხჩე წვი გადავუხსდა მოკლედ წარმოვწები ახლა დავისვენებ სა გამოვიყადე ძლივს აი ძალით გამოვტენე სახლიდან იმიტომ რომ არ უყვარს ნუ რა უქნა ახლა აი ესეთი უცნაური ბავშვია ბავშვი კი არა და მოზარდი რაღა დროს ამის ბავშვობაა ისო ტალახიო გესროლო ადრე აქ ძალიან ცოტა იდო თოვლი აი მხესთან იქ გუნდაობდით და მოკლედ მიწასი ნესროლე კაი ხარზე აი ხარზე მესროლე აუ მაგარია რა ყინული აგი არც დაიშალა წარმოიდგინე ნაზია გააკეთე ესე ფუმფულა ბიჭო ასე აიღე ნახე აი უკვე გუნდა აი აი ნახე აი მოიგერია ხო ეხა სასოსაც აინტერესებს კაი всё რა ვიცი აი აქ გადაუარეს გადმოუარეს მოკლედ დატკეპნილია სულ და ატალახებულია მე ვიფიქრე რომ აქ მაინც არივლიდა ბევრი ხალხი რა დასლაპარაკ არ ჩააგდო კი რა პრობლემა მაგრამ ფრთხილა ხო იცი კამერა მაინც იქით გაწიერო მოიცა ერთ წუთი ჩვეულებრივად შეგიძლია ჩააგდო ისედაც თოვლია ქვემოთ ფრთხილად არ გადაყირავდე იმისი არ იყოს ეს სიმღერას მომღეროდა ის გამოდი დაბალი ის არის გამოიწიე ფეხი არ აგისრიალდეს თქო
ხო, კაი, всё, წამო. მოკლედ კიდე თოვს არ გაჩერებულა საერთოდ. ახლა ის მაინტერესებდა იქით ნაძვის სფერო დავარდა. ხო, აი გუნდა მომეყოლა თქვენთვის, მოკლედ დილას რომ მივდიოდი სამსახურში, დღეს ხო დილის ხვალ ვიყავი. ესე იგი მარშრუტკა იდგა, აქეთ ხარეს და ვიფიქრე, ალბათ უკვე მიდის მეთქი და დროზე მიუსწრო თქო და არა, მეგობრებო, იდგა, უბრალოდ იცდიდა რა, სანამ ვინმე ჩაჯდებოდა და იქო ის არისო, ნაძვიაო, დავარდნილიო და იქ ვერ გავაჩერეო. და სად მეთქი, ბნელოდა ეხლა დილას, ხო იცით, ჯერ განათებული არ არის. ხო და არა, ეს წუჭყია სატო იღეს ესე. ხო და ისა, რა ქვია, იმხელა ნაძვი, აი ესეთი ნაძვი რა, აი აქ რო დგას, აი ეს დიდი ნაძვი, აი ეგეთი დავარდა იქით. მოდი წავიდეთ იქით ხარეს, მეც აქ ტალახი კი არა და თოვჭყაპია. როგორ არ მიყვარს თოვჭყაპი, მეგობრებო. ახლა ბოტები რომ მეცვას, ალბათ არ ვიდარდი. რაღაცნაირი ის არის. შენ რა სიტყვი, ფეხები კიდე გეყიდება? არაფერი ისეთი. აი მე მოკლედ მოიცა, რაც მეჯახები უნდა იქით გავიარო. მოდი, უკან მომყევი, ფეხი არ გაგისრია. ხო, რა. ხო, აი ესე. რა კაი. რაღაცების დაწერა შეგიძლია. წამო. აი მე რა ხელდები. სახში წაიხე. მომავალ წლამდე შეინახე. მაცივარში. და ეხლა როგორღაც უნდა ჩავიდე აქ. რა შვები? აუ, ეხლა ნახე, ფეხებში ჩამივარდა. ანუ, აი ეს გავაკეთე. სოსო, მეორედ არ გააკეთო ესე. შენ ანუ, გაიგეთე. всё, ფეხებში ნახ უკვე. მართლა ბოდი. ხო, ახლა შენ მცივა, ეხლა მეც უნდა მციოდეს, ხო? აი, ახლა გადავდივართ გავთიშო. მოვედი იმ ადგილზე, სადაც ხე წაიქცა. და აი ეს დაუჭრიათ, ანუ მთელი ფესვებით არის ამოვარდნილი. მოიცა იქით ავიდე. იქიდან ვერ შევა. ნახეთ. ნამხელა ხე. აი ეს უნდა დაითვალო, რამდენ წლიანია ხაზები, 1 2 დედა რამდენია? დაითვალე, უფრო მეტია. მეტია. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ნუ 10 აქ 10 20 30 40 წლის 50 წლოვანი ხეა. შეიძლება მეტი დაჟე, მე რეკე. არ ვიცი დღეს წაიქცა ეს. დღეს აგუში ხარ. კი, აი ფესებია. აი, ეს ნახეთ. გაჩვენებთ მეორე მხრიდან. აქ ისედაც ხო შემოღობილია, შენობა ავარიულია, მოკლედ. ანუ ავარიული ფასადი რა, ეს წინ. ეხლა წარმოიდგინე იმის სახელი ის მაცხოვრებს. ხო, მე ვიცნობ ერთ-ერთს ვინც ცხოვრობს აქ. ჩემი ყოფილი თანამშრომელია. მოდი. ნახეთ, მეგობრებო. აი, ფესვები სულ. სადღაც აქ იდგა ეს ფე. აი აქ სადღაცას. აი, ორმოში არ ჩავარდე, კაცო. შენი აზრით ხესად იყო. წამოდი აქეთ, გამოდი გვერდზე. ხო, ამოვარდა ხე და იქ ორმო იქნება. შეიძლება ჩააგდეს რაღაცეები. მოკლედ, აი ესეთი დიდი ხე, აი ესეთი ნაძვი. წაიქცა აქ. იქითაც არის ეს. მოკლედ, გაწოლილი იყო იქამდე რა, აი ესე. იმ აი ჯიხური როა თუ რაღაცა, ჯიხური კი არა, ლიბერტის პატარა ბანკი როა, იქამდე იყო ტოტები. მოკლედ, წამო. სოსო, გუნდაო, ეგ უნდა თავის თავს. ნელა. თელზამთარში მეორე ეს მაგური თელზამთარში. თელზამთარში, ამ ზამთარში? ხო, მეორედ არის, ანუ რო დადო. ხო, ორჯერ დადო მარტო. გახსოვს ადრე ჩვენ თალში რომ მოვყევით, ბებესგან რომ მოვდიოდით. როგორ? თოვლი არ იყო შენ? არა, თოვლი წამოვიდა. ხო.
ოღონდ რომელ წელს იყო შარშან არ მგონია, შარშან წინ იყო მგონი. მოკლედ აი ესეთი ამბებია. აი აქ ინახება ბოსტნეული. გამოხდება ესო გეთო. შენ უცბად ააშენებ იმას, სოლის ბაბუას რამე რო იყოს. ნუ ბევრი როგორ ვერა. როგორ ვერა, რა არის ეს სამხია. მე ამერიკაში ვიყო ამ ამერიკაში. ხო არა, ადგილიც უნდა იყოს, რომ აგორაო ისა, უნდა გვალი ხო უნდა გააკეთო. მოკლედ. ახლომახლოს არ გვაქვს სკვერი, ბაღი, რამე. რომ შეიძლებოდეს გადასვლა. ყველაფერი დატკეპნილი და გადათელილია. აი, ესეთ ადგილებში თუ იპოვი ახალ თოვლს. აბა, დავწეროთ. ნადი. სო, მოიცა. სო. აი. სო, მამა. ამოიჩარა ხელ. გალიაში ამოიჩარა. ჩემი შვილია. როგორ ახარაში? მოკლედ რა ასაკი, ესეთი ასაკი, როდის ვიყავი ამ ხელა მართლა ძალიან ბუნოვნად მახსოვს. აი 100 წლის ბებერივით რო ვიძახი. არა, რაღაცები მახსოვს, მაგრამ ძალიან ესე კაფეოთ არა. აი პატარა რო ვიყავი, სუსუ პატარა, ის უფრო მახსოვს ვიდრე ამის ასაკში. აი მე ფეხში ჩამივიდა კიდე სისველი, ეს ისურის ამ იმას, რა ქვია. ამას ვიძახი ის რა ქვია ამას, კაცო, თოვლჭყაპი. მის შეფება აქეთი კიდე ფეხში ჩამივარდა ამ წამს. ახლა გადასასვლელიდან გადავიდეთ, თორემ ნორმალური ადამიანები ვიქნათ. ეს არის სახლის წინ გასეირნება ცოტა ხნით. ჩვენი სახლი მოჩანს, ჩვენი ფანჯარა. თუკიც კი არ გამიქიშია, ერთი ცოტა ხნით გავიდეთ მეტი, სოსაც შეხოლე დაითანხმეთ. ახლა შიგნით მარტო მაიკაცია. არა, კურკა. ხო, არა, ვიცი, კურკა ძალიან თბილია. ხელებზე და ფეხებზე. ინდები ხო თბილი გაცია. დავაგუნოთ ფეხები. ისე საინტერესოა ბიჭის უგებივით რამე თუ არის თბილები. ჩვენი გადასვლა, წამო. მოდი. Jó. გადმოვედით სამშვიდობოზე. როგორი იყო? ცუდია რომ ვერ განახე მთლიანი ნაძვისფერ როგორ იდო მთელ ქუჩაზე გადებული. ნუ პრინციპში ვინ გააჩერებდა ამდენი ხანი იმას მოძრაობა გადაკეტა და თან ისეთ ადგილზე, სადაც აქტიურად მოძრაობენ ტრანსპორტი და რა ვიცი. ესეც ჩვენი აფია აქ. აკეთეთ. ესეც ასე ჩვენი გასეირნება თოვლში. მიუხედავად იმისა, რომ მაინდა-მაინც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. არ ვარ ფორმაში. ალბათ შემატყობდით, სახეზეც მეტყობა მე ხო გითხარით. როცა ვერ ვარ კარგად, სახეზე ეგრევე ყველაფერი მატერია. ნელა, ვაიმე რა ქენი?
დიდ გუბეში ჩადგა მოინდა მაინც. всё. ეხლა ცხელ წყალში ფეხები. ეს სოსოს უყურებდი ის რა ქვია ანტარქტიდაში. აჰა, ეხლა სოსო მეორე სოსო გუბეში ცხელ წყალში ჩადგა. ამ დროზე არ გაცივდე. ხო და ბოლომდე არ მიუყურებია, მაინტერესებს. მოკლედ შევედით ეზოში.